წესი, საერთო წესი რა არის? აი წმინდა კასიანე რომაელს აქვს 8 მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ საუბრობს და ესე იგი იქ როდესაც ნაყროვანებაზე საუბრობს, ასეთ რამეს ამბობს, რომ წმინდა მამათა მიერო დადგენილი არის ერთი ასეთი წესიო, რომ ჭამელმა მანამ უნდა შეწყვიტოს ჭამა, ვიდრე ჭამის სურვილი შენარჩუნებული აქვსო. ანუ ახლა ჩვენ ერთმანეთისაგან ხო გავსხოვდებით ჩვენი ჯანმრთელობით, ჩვენი აღნაგობით, ჩვენი ცხოვრების წესით დავუშვათ ვიღაცას, აი სიტყვაზე ვიღაცას უფრო მეტი ჯაფა აქვს და მეტი ენერგია ჭირდება, მას კვებაც მეტი ჭირდება. ვიღაცას სხვაგვარი სამსახური აქვს, ის შეიძლება ნაკლებ კალორიულითაც და გავიდეს ფონს, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვანაირი ცხოვრების წესი გვაქვს, სხვადასხვანაირი ბუნება გვაქვს, ესე იგი, რაც გულისხმობ, რომ აი აღნაგობა ზოგს უფრო მეტი ჭირდება, ზოგს ნაკლები და ესე ზოგად წესად ვერაფერს ვერ დადეთ, ისე რომ აი ზომა განსაზღვრო, მაგალითად ამდენი გრამი უნდა ჭამ. ის ვიღაცისთვის მეტიც არის. ვიღაცას ამდენი არ ყოფნის. აი სიტყვაზე, თუნდაც აი დასალევთან დაკავშირებით, ხო? ვიღაცამ შეიძლება 7 ჭიქა მიირთვას და აი როგორც ფსალმუნი ამბობს, ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო. გაიხაროს მისმა გულმა და ამით არაფერი არ დააშავოს. მაგრამ ვიღაცამ 3 ჭიქა დალიოს და აერიოს გონება და მე აღარც ამის გულმა გაიხაროს და აღარც მისი გარშემოყოფების გულმა. გააჩნია თვითონ ინდივიდუალურად და აი ეს ზოგადი წესი ყველასთვის კარგია, რომ იქამდე უნდა შეწყვიტო ჭამა, ვიდრე ჭამის სურვილი გაქვს. სიმაძღრემდე რომ არ მიხვიდე. და თუ ყოველთვის ასე გააკეთებს ადამიანი, აი როგორ ამბობს ძველი აღთქმის სიბრძნა, რომ მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამსო. ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება. ანუ მართალი მხოლოდ იმისთვის ჭამს, რომ დანაყრდეს, ანუ მორწმუნე ადამიანი იმიტომ ჭამს, რომ დანაყრდეს. ბრძენი ზირაქი ამბობს, რომ ესე იგი აი მოსვენებული ძილიო ზომიერ კუჭზეაო დამოკიდებულიო. ვინ ზომიერად იკვებებაო, ესე იგი მას მოსვენებულად დაიძინებს და დილით ადრე ადგებაო და მასთანაა მისი სული, ანუ უფრო ხიზლად ადგებაო. შეიძლება ჩვენს გამოგიცდია, რომ ესე იგი აი თუ თავშეკავებით ყოფილვართ და ისე დაგვიძინია, დილით ადგომაც იოლია და უფრო ხიზლად ხარ. თუ შუაღამემდე მოგიწია რაღაცა სუფრასთან ყოფილიყავით, თუნდაც სასმელი არ დაგელია, ის მაინც გამძიმებს და დილითაც ძნელია რო ადგება. დილის ლოცვაც უფრო ისეთი სიფხიზლით ვეღარ აღესრულება. თან ისეთი რამეა, როგორც წმინდა იოანესინელი ამბობს, საცდურიო თვალიდან შემოდის. აი სუფრასთან ზიხარ, ალბათ ჩვენც გამოგიცდია. იცი რომ აღარ გშია საჭმელი, აღარაფერი არ გინდა, მაგრამ თვალი იმას დაინახავს, იმას, ხან იმას მოიციცკნი, ხან იმას და უკვე საერთო ჯამში გამოდის კარგად ბლომად, ისე რომ ადამიანი დამძიმებული დგება სუფრიდან. სუფრასთანაც იმარხულე, წმინდა მამები ამბობენ. სუფრასთანაც იმარხულე. შეიძლება სულაც ხსნილი იყოს, მარხვა არ იყოს. მაგრამ თავშეკავებით უნდა იყოს ადამიანი, ამაზეა საუბარი. და მით უმეტეს ახლა ქრისტეშობის მარხვა იწყება. აი ორ დღეში უკვე პარასკევიდან ქრისტეშობის მარხვა დაიწყება. და ჩვენ ესე იგი რაღაცა მაინც და მაინც ნაირ-ნაირი საჭმელები არ უნდა ვეწებოთ ამ მარხვის დროს. რაც უფრო მეტად თავშეკავებით იქნება ადამიანი, მით უკეთესი მისთვის. სხვა არის, როდესაც ის აღმოჩნდება სადღაც სუფრაზე. ისეთ სუფრაზე, რომ ეტყობა, რომ ესე იგი ჩვენც გავვითვალისწინეს რაღაცა, გააკეთეს სამარხო ჩვენთვის გემრიელი. ახლა იქ ვერ იუკადრისებ და იქ მადლიერებით უნდა მიიღო, მაგრამ
თუ მარტო ხარ იქ შეგიძლია რომ უფრო მეტად თავშეკავებით გაატარო. მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ პირიქით გვემართება ხოლმე. ჩვენ სადღაც თავს გამოვიდებთ რომ ჩვენ არ ვჭამთ და მარხვაზე ვართ და მარტო რო დავრჩებით, მე გიყვარდეს. ხო და ეგეც არ არის სწორი. ეგეც არ არის სწორი.